მოგესალმებით ყველას, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულო სიახლის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ვფიქრობ ჩემი ძველი გამომწერები და მსმენელები უკვე დიდი ხანია ელოდებიან, მეხვეწებიან, მთხოვენ და რაღაცნაირად ვერასოდეს ვერ მოვაბიამ ყველაფერს თავი, არ დავრთე საკუთარ თავს ნება ამისი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო და ყველაფერი ამ ცხოვრებაში საჭირო დროს ხდება. და რა არის ახლა ეს სიახლე, რაზეც მინდა რომ გესაუბროთ, თქვენ იცით საჯარო გაშლებშიც ძალიან ბევრჯერ დაგიწერიათ კომენტარებში ამის შესახებ, რომ აი ჩემი საჯარო გაშლები არ არის სტანდარტული საჯარო გაშლების მსგავსი, რომ შეიცავს ძალიან ბევრ რჩევას, ფსიქოლოგიურ რაღაც გაცნობიერებებს გაკეთებინებთ, გეხმარებათ ცხოვრებაში, ხო? პირად გაშლებში, როდესაც პირად კონსულტაციაზე მოდიან ადამიანები, ყოველთვის უსაზღვრო მადლიერებას აფიქსირებენ იმის გამო, რომ გარდა კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხებისა, ყოველთვის მიაქვთ რაღაცნაირი მოქმედების გეგმის ერთგვარი მოხაზულობა, ხო? მეგობრებო, ეს შემთხვევით თავისთავად ცხადი არ არის, იმიტომ რომ მე მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფსიქოლოგიაში, ფსიქოლოგიის დარგში, არა მხოლოდ, მაგრამ საკმაოდ დიდ ცოდნას ვფლობ ამ თემატიკის ირგვლივ და ამ საკითხების ირგვლივ და ვფიქრობ დადგა დრო ეს ყველაფერი უკვე გამოვიყენო თქვენს სასარგებლოდ და თქვენთვის ისევე როგორც ამ ყველაფერს ვაკეთებ ტაროს გზით, ხომ? შესაბამისად უკვე ხვალიდან ვინც გრძნობთ, რომ გჭირდებათ რაღაცა საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული თუნდაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური აზრის მოსმენა, გჭირდებათ საკუთარი თავისა და ადგილის გააზრება და გაცნობიერება ზოგადად, სად ხართ, როგორ ხართ, რატომ ხართ, რატომ ხდება ესა თუ ის სიტუაციები და საკითხები თქვენს ცხოვრებაში, ხო? რატომ მეორდება ერთი და იგივე მოვლენები, ვინც მიყურებთ და საჯარო გაშლებს უსმენთ, ხშირად მიხსენებია ხოლმე, რომ მაგალითად კარმული პარტნიორი შემოდის, კარმული სიტუაციები ხშირად მეორდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ უამრავი რაღაცეებია, რომელიც ნელ-ნელა მინდა რომ გაგაცნოთ, მაგრამ ის სიამოვნება, ამას ასე დავარქმევ, რასაც ქვია დაწყობილი გონებით, დასუფთავებული გულით და წმინდა განწყობით რაღაცა თუნდაც ახალი საქმის წამოწყება, ან თუნდაც მომდევნო ახალი დღის გათენება და ამ ყველაფერს რა სიხარულიც ახლავს იმისი შეგრძნება ჩემმა კლიენტებმა, რომლებიც ძალიან ბევრნი ხართ უკვე პირად სესიებზე ვინც იყავით, უკვე ყველამ ძალიან კარგად იცით. ამიტომ მეგობრებო, გთავაზობთ უკვე ფსიქოლოგიურ სეანსებსაც და შეგიძლიათ უკვე მომწეროთ, ჩაეწეროთ სეანსებზე, დავამუშაოთ ის გამოცდილებები, ის როლები, რასაც ვირგებთ მაგალითად, რაც არ მოგწონს, რაც გვინდა რომ შევცვალოთ, მაგრამ ძალა არ ყოფნის, ან არასწორად ვცვლით, ან გგონია რომ სწორად ვიქცევით, მაგრამ შედეგში მაინც რაღაცნაირად უმადურები თუ დაუნახავი ადამიანები გვხვდებიან, ხო? მოკლედ აი ამ ყველაფრის შესახებ და იმის შესახებ, რომ თქვენ გახდეთ თქვენი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი და თქვენ დაიჭიროთ თქვენი ცხოვრების საჭე ხელში და მართოთ თქვენი ცხოვრება. აი ამისათვის გიწევთ ყველას უკვე პირად სესიებზე, ტაროთი არა, პირად სესიებზე, რომელსაც სხვადასხვა ფსიქოლოგიური მექანიზმების კომბინაციებით და ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მკითხოთ და
უპრობლემოდ გაგიზიარებთ ჩემს გამოცლებას ძალიან სუყეს ფსიქოლოგიის დარგში, რა მაქვს ნასწავლი, როგორ მაქვს, როდის მაქვს, სად გამომიყენებია და ასე შემდეგ. თუ არა და გონია რომ ეს ისედაც ნათელია და იგრძნობა. გიწევთ ყველას მოკლედ ფსიქოლოგიის სესიებზე, სადაც ნემჯერა რომ თქვენთვის საუკეთესო შედეგებს დადებთ, ასევე საკუთარი თავებისთვის და ყველა იმ გულშემატკივარი თუ საყვარელი ადამიანისთვის, ვისაც თქვენზე ნამდვილად გული შესტკივა და თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეს იყო ინფორმაცია, რაც ძალიან მინდოდა რომ თქვენთვის მეთქვა და ამ ინფორმაციასთან ერთად მინდა რომ გავაკეთო ესეთი საჯარო გაშლაც, რომელიც ეხება ესეთ საკითხს, თქვენი და მისი სიყვარული. ანუ ნახოთ როგორია თქვენი სიყვარული და როგორია მისი სიყვარული. აი ესეთი თემა მინდა რომ შემოგთავაზოთ დღეს. თქვენი და მისი სიყვარული. ხო, რაც შეეხება ინფორმაციას, თვითონ აი ფსიქოლოგიური ნარკვევების და ასე შემდეგ შესახებ ყველაფერს ამ საკითხს გავაზიარებ უკვე Facebook გვერდზე. YouTube-ის გვერდი არ იძლევა და მით უფრო TikTok-ის პლატფორმა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რაღაცა საკითხები გამოვიტანო თავისუფლად, თუნდაც პოსტების სახით. ამიტომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ Facebook გვერდზე. ამ შესაბამისად, ვინც მხოლოდ TikTok გამომწერი ხართ, ან მხოლოდ YouTube გამომწერი ხართ, გირჩევდით, რომ გადმოხვიდეთ. ჯერჯერობით სახელს იგივე ვსტოვებ Facebook-ისას, მე ალბათ ამასაც შევცვლი. გადმოხვიდეთ Facebook-ის გვერდზე და გააკეთოთ გამოწერა, იმიტომ რომ მე ვეღარ იპოვით ამ სახელით. მე კი აუცილებლად შეგატყობინებთ, როცა სახელს შევცვლი, მაგრამ მაინც თადარიგი დაიჭირეთ, რომ არ დაკარგოთ ის ღირებული და მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რასაც უკვე ხვალიდან ნელ-ნელა და ეტაპობრივად თქვენთვის გავაზიარებ. იმ ადამიანებისთვის კი, ვინც პირველი გადაწყვეტს სეანსზე ჩაწერას, ოღონდ ფსიქოთერაპიულ სეანსს გულისხმობ, იმოქმედებს განსაკუთრებული ფასი პირველი 3 სეანსისთვის. მერე თავისთავად ცხადია, იქნება სხვა ფასი, სხვა ტარიფი, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირველი დააფიქსირებენ ნდობას ჩემ მიმართ და ჩემ მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ, ექნებათ განსაკუთრებული შეთავაზება. ეხლა ვნახოთ როგორია თქვენი სიყვარული. ვინ ხართ თქვენ? ვინ არის ის? როგორია თქვენი ურთიერთობა? ექვსიანი კვერთხები დასტის ბოლოს. ნახოთ, ვინ ხართ თქვენ? 5-იანი პენტაკლები, 4-იანი პენტაკლები და 10-იანი ხმლები. საინტერესოა, ვინ არის ის? ხმლების ტუზი, არკანი კოშკი, 9-იანი კვერთხები, როგორია თქვენი სიყვარული? 8-იანი კვერთხები, არკანის შეყვარებულები და თასების პაში. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე აქვს გავლილი ნანახი და მე ვიტყოდი, რომ ეს სირთულეები უკან მოიტოვეთ ნამდვილად, თუმცა ეხლა ამ ეტაპზე იმყოფებით მოცემულობაში, როცა ახალი დასაწყისის წინ გახართ, მაგრამ ეს ახალი დასაწყისიც გერთულებათ, გეძნელებათ და მიგაჩნიათ, რომ ცოტა ბუნდოვანია და ცოტა მეტად დაზუსტებას საჭიროებს ის საითკენაც ეხლა თქვენ მომავალში გადადიხართ, ხო? აქ შეიძლება იყოს გზაჯვარედინის განცდა, აქ შეიძლება იყოს გზაგასაყარის განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ ჯობია ისევ უკან დაუბრუნდე, ხომ არ ჯობია
წარსულში რასაც ვაკეთებდი ან როგორც ვიქცეოდი და ასე შემდეგ ის ვაკეთო, ხო? აი ზუსტად აი ესეთი კითხვები ვისაც გაქვთ, ზუსტად აი ამისათვის არის ფსიქოთერაპიული სეანსები, სადაც თვითგამორკვევის გზით ხდება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა და ადამიანისთვის მეტი სიცხადის შეტანა იმ რეალობაში, რა რეალობაშიც იმყოფება, ხო? ეხლა ვინ არის ის? ვინ არის ის? ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან უცნაურია ამ დასტაზე ხმლების ტუზი, როგორი პატარა ბავშვით არის, ხო, ადამიანი გამოხატული, რომელიც ეხლა იდგამ შეიძლება ფეხს, ეხლა უყურებს და აფასებს ცხოვრებისეულ გამოწვევებს, ცხოვრებისეულ ჰორიზონტებს. ეს ადამიანი წარსულში ძალიან დიდი ტკივილის, ძალიან დიდი ნგრევის, ძალიან დიდი ტრამვის მსხვერპლს ვერ დავარქმევ, მაგრამ შეიძლება გქონდა ესეთი მძიმე გამოცდილება ცხოვრებისეული, ხო? ეხლა იმყოფება ეს ადამიანიც და ეს პიროვნებაც ერთგვარი რეაბილიტაციის პროცესში, ოღონდ ეს რეაბილიტაციის პროცესი არის ცოტა ოდნავ მარტოსულობასთან დაკავშირებული. აი ნახეთ ადამიანი, რომელიც დგას და ანთებს 9 ლამპარს იმისათვის, რომ სიცხადე შეიტანოს იქ, სადაც ახლა იმყოფება და იქ, სადაც ახლა იმყოფება, არის ბნელი ღამე. პრინციპში თქვენ ორივე მეტნაკლებად მსგავსი ისტორია გაქვთ შეხვედრამდე, ამიტომ თუ აქ ახლა არ პერსონას და პერსონალიზაციას ტარო ჯერჯერობით არ აკეთებს, მაგრამ ისტორია, რასაც თქვენ ორი შესახებ ყვება, ხო, ეს არკანები საუბრობს უფრო მეტად იმაზე და ვარაუდი შეგვიძლია უფრო მეტად იმაზე გავაკეთოთ, რომ თქვენ ძალიან მსგავსი ცხოვრებისეული გამოცდილებები გაქვთ. არა აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ რანაირ სიტუაციაში და ვისთან ერთად გაიარა ესე თუ ის ცხოვრებისეული გზა, მაგრამ გამოცდილების დონეზე, ტკივილის დონეზე, შეგრძნებების დონეზე, რაღაცა შეფასებების დონეზე ერთნაირი გამოცდილება გაქვთ ან მსგავსი ცხოვრებაში. ეხლა ვინ ხართ, ან როგორია თქვენი სიყვარული, ხო? თქვენი სიყვარული ძალიან ახალია, ჩანასახის დონეზეა. აქ არის მდგომარეობა, როცა ადამიანებს აი მუცელში პეპლები ყავთ, ერთმანეთთან ყოფნა უნდა და ერთად ყოფნა უნდათ, ხო? რაღაც ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავენ ცხოვრებაში. აი ნახეთ როგორი აქ პაჟი თასების, ხო? ეს არის ახალი ენერგია თქვენს სივრცეში, ახალი შუშხუნა ემოციები, როგორც ამ შამპანიურის ჭიქაშია, ხო? ეს რაღაცა პატარა ბუშტუკები. აქ არის პრინციპში თქვენი მხრიდანაც და მისი მხრიდანაც ძალიან დიდი სურვილი იმის, რომ ეს ურთიერთობა განვითარდეს და რაღაცა დადებით შედეგებამდე მივიდეს. მოდი ვნახოთ ახლა რას გირჩევთ ტარო აი ესეთი აი ორი კატეგორიის ადამიანს აი ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. რას გირჩევთ ტარო? სამიანი კვერთხები, ხუთიანი ხმლები, კვერთხების რაინდი. იცით რა არის? აქ შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს სიტუაცია, როცა ან არ კომუნიცირებთ ერთმანეთთან, ან არ კონტაქტობთ, ან საკმარისი ნდობა, იმიტომ რომ ახალი ურთიერთობა რადგან არის, შეიძლება საკმარისი ნდობა არ გაგაჩნიათ ერთმანეთის მიმართ და რჩევის სახით აქ ტარო გვეუბნება იმას, რომ მიეცით ერთმანეთს მიუხედავად ამ დაჭრილი გულის და დამსხვრეული იმედებისა, რა გამოცდილებაც წარსულში ორივე თქვენთან გქონდათ, ხო? მიეცით თქვენს თავს და ანუ იმ ადამიანსაც შანსი, რომ რაღაცნაირად ახალი გამოცდილება დააგროვოთ თქვენს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ზუსტად იმ სიტუაციას აღწერს, ანუ ძალიან თემატურად გაიშალა დღეს ეს არკანები აქ. ზუსტად იმ სიტუაციას აღწერს, რასაც მე შესავალში, ამ ვიდეოს შესავალში ვამბობდი, რომ აი თუ ვერ ერკვევით, რატო, როგორ, რისთვის ხდება ესა თუ ის მოვლენა თქვენ სიტუაციაში და არა თუ ვერ ერკვევით, არც იცით როგორ არის სწორი და არასწორი მოქცევა, ხო? ზუსტად ამისათვის ინიშნება და საჭიროა ფსიქოთერაპიული სეანსი და ყველას დაინტერესების შემთხვევაში გიწევთ აუცილებლად ამ სეანსებზე. აქ არის მოცემულობა რჩევის სახით, 4-იანი კვერთხების სახით, რომ ადამიანები
ოჯახის წევრები, როცა არიან, ან ერთ ოჯახად საკუთარ თავს მოიაზრებენ, ხო? პირველ რიგში ამ ადამიანებს შორის ყალიბდება აი ეს უპირობო ნდობა და ამაზე გეუბნებათ, ნახეთ, აი 4-იანი თასები, 4-იანი კვერთხები და კვერთხების პაში. ნუ დაკარგავთ ნდობას თუნდაც სამყაროსთან მიმართებაში და ნუ ჩათვლით, რომ ყველაფერი ცუდია ამ სამყაროში და ყველაფერი რაღაცა ისეთია, აი ნახეთ, როგორი უცნაურია. აი დასტის ბოლოს არის არკანი უკანასკნელი სამსჯავრო. აი უკანასკნელი სამსჯავრო, აი სამსჯავროს არკანი, მაგრამ ამ დასტაში ქვია უკანასკნელი სამსჯავრო. შესაძლოა სწორედ ეს არის ის მომენტი და სწორედ ეს არის ის გზაჯვარედინი, როდესაც ჰეკატეს არქეტიპის ადამიანი ბერძნულ მითოლოგიაში ხვდება ხოლმე ესე ადამიანებს და აძლევს მიმართულებას. შემთხვევით არაფერი არ ხდება ჩემო მეგობრებო და არც ეს გაშლა არ ჩატარდება შემთხვევით, აქ დარწმუნებული ვარ. შესაბამისად, აი ეს უკანასკნელი სამსჯავრო შესაძლოა იყოს თქვენი ცხოვრებისეული შანსი და თქვენი ცხოვრებისეული გამოწვევა ერთხელ და სამუდამოდ, საბოლოოდ, საუკეთესოდ შეცვალოთ თქვენივე საკუთარი ცხოვრების სცენარი. მე ვინც ხშირად მისმენთ ხოლმე, სულ ვამბობ, რომ ჩვენი ცხოვრების შემოქმედნი ვართ ჩვენ და ჩვენ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ილუზია, როცა ადამიანს სჯერა, რომ აი ვიღაცა მოვა და რაღაც უხილავი ხელი რაღაცა შეცვლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი, რა თქმა უნდა, სამყაროში არსებობს ძალიან ბევრი ძალა, რომელიც გვეხმარება, იქნება ეს ღმერთი თუ ვისიც გწამთ და რისიც გწამს არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყველა ეს ძალა, რომელიც მხარს გვიჭერს, ასევე ყველა მათგანი ელოდება ჩვენგან ქმედებას. თუ ანუ გამოთქმა გვაქვს, ხო, კაცი რო იხრჩობოდა და ღმერთს რო სთხოვდა დახმარებას, ღმერთმა რა უპასუხა, ხო? ხელი გაანძრიე და გეშველება, ანუ გაცურავ. ჩვენ თუ ვდგავართ ესე გარინდებულ პოზიციაში, არც ერთ უმაღლეს ძალას არ შესწევს უნარი, რომ ასე მოვიდეს და უხილავი ხელის პრინციპით გადაწმინდოს ის მტკივნეული გამოცდილებები ჩვენი ცხოვრებიდან და რაღაც ახალი ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობა მოგცეს. მაგრამ შთაგონება, რომელიც ამ ახალი ცხოვრების დასაწყებად გჭირდება, აუცილებლად სწორედ რომ მაღალი ძალებისგან სხვადასხვა გზებით, სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა შეტყობინებებით, იქნება ეს ტარო, იქნება ეს მინიშნებები თუ ასე შემდეგ, მოდის ადამიანებამდე. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ამ მინიშნებებს აიღებთ, გამოიყენებთ თქვენთვის სასარგებლოდ და კიდევ ერთხელ მისცემთ საკუთარ თავს შანსს, რომ იცხოვროთ უკეთესი ცხოვრებით, ვიდრე გიცხოვრიათ აქამდე. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა და ის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია პირადად ჩემთვის, რომლის გაზიარებაც მინდოდა და ერთი სული მქონდა ამას როდის გეტყოდით. გთხოვთ კიდევ ერთხელ, რომ ვისაც არ გაქვთ გამოწერილი Facebook არხი, გვერდი უბრალოდ გამოიწერეთ, იმიტომ რომ ძალიან მალე მომდევნო 1 კვირის მანძილზე მე ამ Facebook გვერდის დასახელებას აუცილებლად შევცვლი და ინფორმაციებს, რომელიც უშუალოდ ფსიქოთერაპიაზე, სეანსებზე და ასე შემდეგ, მეთოდოლოგიას და ასე შემდეგ გაზიარდება მხოლოდ და მხოლოდ Facebook-ის საშუალებით. საჯარო გაშლები დაიდება უკვე მარტო საჯარო გაშლები დაიდება უკვე YouTube-ზე და TikTok-ზე. ესე და ამრიგად, მე იმედი მაქვს, რომ ყველა ამ საჯარო ვიდეოდან მიიღო ის ინფორმაცია, რის მიღებაც მას უნდოდა და უკვე პირველ მერცხლებს, რომლებიც გამომიცხადებენ ნდობას, ისევ და ისევ გელოდებით WhatsApp-ზე პირად შეტყობინებაში. ჩანიშნეთ პირადი სესია და გახდით თქვენი ცხოვრების შემოქმედი აქ და ახლა. გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ გამბედაობას, იმიტომ რომ საკუთარი ცხოვრებისთვის შემოქმედებას ძალიან დიდი გამბედაობა და პასუხისმგებლობა ჭირდება და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ძალა და რესურსი თითოეულ თქვენგანს აღმოგაჩნდებათ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ასე ერთგულად ჩემთან ერთად. დროებით.